რას მინდა შევეხო ახლა? არც ალბათ ყველანი ნახავდით ახალი წლის თბილისის კადრებს. მილიონობით ნახვა ჰქონდა მაგ მსგავს ვიდეოებს და იყო ყველგან ერთი და იგივე სურათი. უამრავი მიგრანტი, უამრავი ჩამოსული და ძალიან ცოტა ადგილობრივი მკვიდრი. მე დარწმუნებული ვარ ახლა ზოგიერთი იტყვის რომ საქართველოს ტურისტული ქვეყანაა, აბა რა გიკვირს ბევრი ტურისტი დადის. საქართველოს ტურისტული ქვეყანა არის უკვე წლებია. საქართველოს 2025 წელს, 2026 წელს არ გამხდარა ტურისტული ქვეყანა. უამრავი მილიონობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში. მაგრამ რაც ვიხილეთ ჩვენ საახალწლო ღამეს აფრიკიდან, აზიიდან მასიურად ჩამოსული მოქალაქეები, რომლებიც აშკარად ჩვენზე მეტნი იყვნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, ეს უკვე სერიოზული, ჩემი აზრით, დამაფიქრებელი სურათი უნდა იყოს. და მე აგიხსნით, რაშია საქმე, საიდან აღმოჩნდა ამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენს პატარა ქვეყანაში. აგერ წეღან კოლეგები საუბრობდით, რომ რა კარგი ინვესტიცია კეთდება აი ამ არაბული კომპანიის მიერ. აი ამ პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო წლებია უკვე ატარებს, რეალურად ჩვენ ინვესტიციას რას ვეძახით? ინვესტიციას ვეძახით რაღაც საცხოვრებელი კომპლექსების აშენებას, ანუ ფართების აშენებას, სადაც მე ამ ფართებს ვყიდით უცხოელებზე. უცხოელებზე ვყიდით, აბა ვიზე ვყიდით, კაცო? ქართველი არ არის იმდენი. Საქსტატის მონაცემებით, მაგალითად 2024 წელს დაიბადა 39,000 ბავშვი. გარდაიცვალა 43,000. ანუ მინუს უარყოფითი სალდო გვაქვს 4,000. როდესაც მაგალითად 10 წლის წინ 2014-15 წლებში იბადებოდა 20,000 ბავშვი. ამავე საქსტატის მონაცემებით საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, აქ საუბარი არ არის ტურისტზე, ვინც მინიმუმ 12 თვე საქართველოში მუდმივად ცხოვრობს. არის დაახლოებით 300,000 უცხო ქვეყნის მოქალაქე. 300,000 ციფრი არის დაახლოებით მთლიანი მოსახლეობის 7-8%. ეს რაც 2024 წლის მონაცემებით ვიცით. ამიტომ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით იმ შეფასებაში, რომ ამ არაბული ეგრეთ წოდებული დასახლების აშენება გამოადგება ჩვენს ქვეყანას. მე მგონია, რომ კიდევ მეტი უცხოელი ჩასახდება მაგ აშენებულ ქალაქებში, კიდევ უფრო ნაკლები ქართველი დაიბადება საქართველოში, კიდევ უფრო ნაკლები ქართველი იქნება საქართველოში, თუ დაუჯერეთ არსებულ სტატისტიკას, იმიტომ რომ მათემატიკა და ციფრები არ ტყუიან და შესაბამისად საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ პრობლემას, რა პრობლემაც აწუხებს უამრავ მათ შორის განვითარებულ დასავლურ ქვეყანას. ამიტომ ჩემი აზრით არსებულ პრობლემას უფრო კონკრეტულად უნდა შევეხოთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა დგას და ეს არ არის გამოგონილი ამბავი, ამაზე მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მთელი მთავრობა ამბობს, რომ ის დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს მაგალითად ევროპა და სამწუხაროდ ჩვენც იგივეს ვიმეორებთ, ზუსტად ერთ-ერთი იმ პოლიტიკას ვაწარმოებთ, რასაც დასავლეთი აწარმოებს, ეს მოიტანს საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ შედეგს.